გამარჯობა მეგობრებო. დღეს 25 მარტია ორშაბათი და მესამეს პირდაპირ ეთერში თქვენ უყურებთ თითქმის ყოველ დღე მიშამ შულდაძესთან. დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის შეხვედრა. სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გაწევისა და ჯარების გაყვანისკენ, ჩვენს მთავრობას კი მეტი დემოკრატიისა და სასამართლოს თავისუფლებისკენ. მოკლედ რუსეთმა ხვალვე რომ შეასრულოს ეს მოთხოვნები, ნატოში კიდევ კარგახანი არ მიგვიღებენ. ჩვენ ვისურვებდით დავინახოთ უფრო მეტი პროგრესი საქართველოს მხრიდან, რათა გამტკიცდეს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და განსაკუთრებით ის, თუ როგორ ტარდება ქვეყანაში არჩევნები. პირდაპირ განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა. ჩვენი მხრივ რა უნდა ვქნათ? ცოტათი არიან ღირსები, რომ მართლა ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები, შევქნათ დამოუკიდებელი სასამართლო. მერე რა მიზეს მოიფიქრებე, რომ არ მიგიგო. არ გაინტერესე. სტოლტენბერგმა ისიც თქვა, საქართველო ნატოს უნიკალური პარტნიორიაო. ნატოში არ გვიღებენ, მაგრამ ძალიან მაგარ კომპლიმენტებს გვეუბნებიან. ნატოს შემდეგსტომაზე ყვავილებს და ახალ აიფონს უნდა ველოდეთ. იენსმა ასევე თქვა, კვლავ ძალაშია გადაწყვეტილება, რომელიც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მივიღეთ, რომ საქართველო ნატოს წევრი აუცილებლად გახდებაო. რა თქმა უნდა ძალაშია. თქვენ გონიათ არ გვახსოვს? თქვენ რომ დაივიწყოთ, ჩვენ მაინც შეგახსენებთ. ერთი ისაა, რომ 2008 წლის ჩანაწერი ცოტა ძველი კია. მაგრამ ჩვენთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. აგერ მამუკა ხაზარაძეს დაგვეთანხმება. ციტატა ასე გრძელდება. რუსეთი ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ 1959 წელს, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად მოქმედებთო. აქედან გამომდინარე ეს შეეხებოდა ნორვეგიას, თავისი სამშობლოს მაგალითზე მოგვიყვა იენსი. იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ბატონო იენს, თქვენ 1959 წელს უკვე აღარ დადიოდით სტალინის შუაზე, მაგრამ რამდენიმე დღის წინ საქართველოს პარლამენტის წევრმა განაცხადა სტალინისთვის ტანკი შეუვარდებიო. აქ ცოტა სხვა ამბავია. დღევანდელ ვიდეოში რუსეთიდან კი თითქმის ემზარკვიციანის საოცნებო სცენარი განვითარდა. სასკოლო ავტობუსი, რომელიც თავისთვის გზაზე მიდიოდა, მოულოდნელ ბარიერს შეეჩეხა. ვიდეო რუსეთი. აი დიახ მეგობრებო. ქვემეხებს ავტობუსები და სამარშრუტოები მარტო საქართველოში არ ეჯახებიან. 5 ქალაქში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. 2020-ის არჩევნებამდე ძალიან რო არ მოვიწყინოთ, მანამდე შუალედური არჩევნები გვექნება. შუალედური არჩევნები როგორი რამეა, იცით? სანამ დაიძახებენ, მოდით მზადაა უკვე სუფრა, მანამდე ღვინოს და მჟავეკითს რო უბერავენ ხოლმე ბიჭები. მერობის შუალედური არჩევნებია ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში და ხულოში. ხო და სანამ ამ ხალხს ავირჩევდეთ, მერე თავში ხელს წავიშენდეთ და მერე ისევ ჩვენი გასაცნობი გამხდარა ყველა. მოდით მოვლენებს გავუსწრებთ და ახლავე გაგაცნობთ. მაშასე ოცნების კანდიდატები ზუგდიდი გიორგი შენგელია. 2003-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში. 2009-2010 წლებში ლიბერთი ბანკის ზუგდიდის ფილიალში. 2011-18 წლებში TBC ბანკის ზუგდიდის ფილიალში. 2018 წლის ნოემბრიდან სხვა ბანკის ფილიალი? არა, ზუგდიდის მერის მოადგილე. TBC-ში რა გააკეთა ესეთი რომ მერის მოადგილე დანიშნეს, არ ვიცი. მარნეულში ოცნება მზაურ დარგალი წარადგინა. ოღონდ ეგ ფოტო არ არა, ის ფოტო გვინდა ოცნებასთან რო არის გადაღებული. აი ეს კაცი არის ყოფილი ნაციონალი. ახლა კი ოცნებიდან იყრის კენს. ანუ ვაი და კობახიძის მიერ ნაცებად წოდებულების სიაში ეს კაციც მოხვდეს, წინასწარ იზღვევენ თავს.
თანაც მან აბაზოვმა წინამერმა ისეთი მაღალი თამასა დააწესა, ოღონდ ხალხს შარც არ უსვამდეს სახეზე და იყოს ყოფილი ნაცია აღარჩივით. ამასთანავე სტრატეგია სწორია, ორივე პოსტერი თუ გამოაკრა, უეჭველი მოიგებს. ყველაფერია თვითონ. ჭიათურის მერად გიორგი მოდებაძე დაასახელეს. ამ ადამიანზე ყველა საინტერესო რაც ვიპოვეთ ისაა, რომ აი ეს ფოტო უდევს ბიოგრაფიულ ლექსიკონში. ძალიან ძველი ფოტო. რაც შეეხება ხულოს, იქ ოცნებამ წარადგინა ვახტანგ ბერიძე. Google-იც და Wikipedia-ც ამ სახელსა და გვარზე სულ სხვა ვახტანგ ბერიძეს აგდებს. ხელოვნების ისტორიკოს და ხელოვნებად მცოდნეს. რაც შეგვიძლია გითხრათ, ის პატიოსანი კაცი მართლა კარგი მეცნიერი იყო. მისი ნაშრომები საბჭოთა საქართველოს არქიტექტურა და ქართული საბჭოთა არქიტექტურის ისტორია 1955 წლის. პირველი ნაბიჯია ქართული საბჭოთა არქიტექტურის შესწავლის დარგში. გარდაიცვალა 2000 წელს. ოცნების ვახტანგ ბერიძეზე კი არ ვიცით. შუალედური არჩევნები ამ თაწმინდაზეც პარლამენტის მანდატისთვის იბრძოლებენ. ოცნების სახელით ლადო კახაძე, რომელიც 2016-შიც იყრიდა კენჭ თაწმინდაზე, ოღონდ პაატა ბურჭულაძის ბლოკით და ხმების 2.6% მიიღო მე მგონი. შესაბამისად, რასაც ამ არჩევნებზე მიიღებს, მაგას რომ გამოვაკლოთ 2.6, მივიღებთ ბიძინა ივანიშვილის რეიტინგს თაწმინდაზე. ნაციონალურ მოძრაობას ევროპულ საქართველოსთან შეთანხმებით თაწმინდაზე კანდიდატი არ ჰყავთ. ევროპულ საქართველოს კი ალასანიას ყოფილი პარტიის თავისუფალი დემოკრატების ზიარი კანდიდატი ჰყავთ. შალვა შავგულიძე. გირჩების კანდიდატი ჰერმან საბო იქნება. მისი ტაქტიკა ინოვაციურია. ჰერმანი თეს თბილისში საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, რომ თაწმინდის რაიონში გადაეწერონ და ასე მიიღონ მისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა. კენც იყრის ახლო წარსულში მსოფლიო ჩემპიონი ბრძოლებში წესების გარეშე იოსებ კობერიძე. ხო და ბრძოლა წესების გარეშე რას ნიშნავს აჩვენებენ ახლა. და კენც იყრის პოლიტიკიდან 2 წლის წასული კობა დავითაშვილიც, რომელიც იმუქრება პოლიტიკაში იმისთვის დაუბრუნდი, რომ სააკაშვილი და ბოკერია განსაჯელის სკამზე დავსვაო. კობას რა გონია მთაწმინდის მაჟორიტარობა, არ ვიცი. იმიტომ რომ ბიძინას 7 მილიარდი ჯიბის სასამართლო და კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა და ვერ ჩასვადა. ეს ერთი მაჟორიტარი რას იზამს არ ვიცი. ახლა კი რუბრიკა დეპუტატებს რა აწუხებთ, მაგაზე ფიქრობს ვინმე? ჩვენ ამომრჩევლები ძალიან ეგოისტი ხალხი ვართ. გვინდა პენსიების გაზრდა, გვინდა ეკონომიკის ზრდა, გვინდა ადამიანის უფლებების დაცვა. დეპუტატებს რა უნდათ? ამაზე ფიქრობს ვინმე? ისინიც ადამიანები არიან, მათაც აქვთ პრობლემები. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შოთა შალელაშვილმა თხოვნით მიმართა პარლამენტს. პარასკევს თუ შეიძლება რომ 4 საათამდე იყოს სამუშაო დღეო. ნუ მე თანახმავ ვარ. რატო ეხა თბილისში ხო იმიტომ გადმოიტანეს პარლამენტი რომ ქუთაისში გართობა არ არისო. თუ პატივისცემაა, ბარემ ბოლომდე პატივისცემა იყოს რა და პარასკევს ვაგულაოთ ეს ხალხი. ჩემმა სცენარისტებმა ეს ამბავი დიდი ენთუზიაზმით დაიტაცეს და დაწერეს ბევრი ხუმრობა, რომლებიც ჩვენც ეგრე რო ვქნათ, კარგი იქნებოდათ იმ თავდება. მაგრამ მე მაგ ხუმრობებს არ წავიკითხავ. თუმცა პარასკევს ადრე წასვლა სამსახურიდან საკმარისი არ არის გულაობისთვის. გულაობა შესაბამისი მატერიალური სახსრების სჭირდება. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა პარლამენტარის ხელფასიც უნდა გაიზარდოს. ნუ თუ პატივისცემა პარემ ბოლომდე პატივისცემა იყოს, გაუშვათ ეს ხალხი 4-ზე გაუზარდოთ ხელფასები. ატყვილად ხوار გადმოვიტანეთ პარლამენტი თბილისში. დეპუტატებს სხვა პრობლემებიც აწუხებთ. დარბაზში ხმა არ ისმისო, ეკოს პრობლემააო. თავი გტკივდებაო. მე კი მგონია რომ სხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს ამ თავის ტკივილს, წინა კვირაში იმხელა ინფორმაცია მიიღეს წითელი რო წითელია და მწვანე მწვანე. გადაიტვირთა ტვინი. აქ მინდა დავამშვიდო დეპუტატები ირაკლი კობახიძე. სხდომათა დარბაზის აკუსტიკის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა დაწყებულია.
შეიძლება სიმართლესაც ამბობენ და მართლა ცუდი აკუსტიკაა და მართლა თავს ატკივებს. ამიტომ პარლამენტიდან ახლა ჩაგვერთვება ჩვენი ყველაზე მიუკერძოებელი კორესპონდენტი გუჯა მაჭარაშვილი. გუჯა, გესმის ჩვენი? მიშა შენი არ მესმის, მაგრამ მიახლოებით ხვდები რას მეკითხები და გიპასუხებ რა. პარლამენტში აღარ წავედი, თუ ხმა არ ისმის რა ვაკეთო რა. გუჯა, მოდი საქმეზე გადავიდეთ. თავი მართლად კი ვარ დეპუტატებს. შეეცადე რომ გვასიამოვნო. მიშა შეიძლება ითქვას რომ დეპუტატებს ახალი თავის ატეხი აქვს და აი ეს თავის ატეხია მართლა ის თავის ტკივილი. გუჯა, ყველაზე მეტად რომელი დეპუტატები შეწუხდნენ? ყველაზე მეტად ის დეპუტატები შეწუხდნენ, რომლებიც ხმას არ იღებენ, მიშა, წარმოიდგინე ახლა თან თავი გტკივა და თან ხმას არ იღებ. აუდაკდა. დეპუტატებმა ასევე თქვენს ტრიბუნიდან უკანა რიგებში ხმა არ ისმისოდა. არ ისმის კი. და რატო არ ისმის გუჯა? სპეციალურად მიშა. ბოლო რიგებში ეტყობა ისეთი დეპუტატების ხედან აზრი არ აქვს ეხლა რას გაიგებენ და რას არა. თან თავის დროზე ალბათ ფულიც დაზოგეს მაგაში რა. გუჯა, ცოტა სერიოზულად რომ გითხრა. ეხლა სერიოზულად რო ვთქვათ მიშა, პარლამენტში თუ ხარ და ხმა არ გესმის რა გაწუწუნებს ეხლა. მაგაზე კარგი რა არის ეხლა წარმოიდგინე მაგალითად ტრიბუნასთან საუბრობს ის როა მიშა. რა მნიშვნელობა აქვს? ხო, აი ტრიბუნასთან დგას და საუბრობს კობახიძე. რატო უნდა გესმოდეს? გუჯა, შეიძლება ითქვას, რომ აუდიო სისტემის პრობლემა მართლა არის პარლამენტში. კი, მიშა მაგალითად ბოლოს ხდომაზე ერთმა დეპუტატმა მეორეს შეაგინა და ამან კარგად შე როგორ ხარო. ესე იგი შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ერთმა მეორეს კითხოს როგორ ხარო და ამან შეაგინოს? ეგეთიც იყო. გუჯა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? რატო უნდა მოგვარდეს მიშა? ასეთი უკონფლიქტო და კონსტრუქციული გინებები პარლამენტს არ ახსოვს. ისე თუ ხმა არ ესმის წითელ და მწვანე ფერებს ვერ არჩევენ, ქუთაისიდან პარლამენტი კი არ გადმოიტანა, შეიძლება ქუთაისლება გამოყარეს და უნდა გავაკვიროთ გუჯა. პარლამენტში ხმა რომ არ ისმის, ვისი ბრალია? რა ვიცი, ალბათ კობახიძე იტყვის, რომ ნაცებისო რა. აკუსტიკა ნაცების გაკეთებულია ესე იტყვის? გუჯა, მაყოფილი არავინ არ არის ხმის სისტემით? ემზარკვიციანი არის ხმის სისტემით კმაყოფილი, პარლამენტში ყოფნითაც, ხელფასითაც, ზოგადად ცხოვრებით კმაყოფილი კაცია. პარლომა გუჯა და გემშვიდობები. ჩვენ კი მეგობრებო იმედი ვიქონიოთ რომ შეიძლება ძალიან მაგარი პარლამენტარები გვყავს, მაგრამ უბრალოდ ხმა არ ისმის. მე მაინც გონია რომ პარლამენტარებს ცოტა ხანი მუშაობით დიდი ხელფასის მიღება თავისით კი არ მოუფიქრებიათ, არამედ საიდანღაც გადმოიტანეს. ერთი ვერსიაც მაქვს. საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო საბჭოს წევრების ვაკანსიები გამოაქვეყნა. საინვესტიციო საბჭოს წევრის ხელფასი თვეში 13,000 ლარზე მეტი იქნება. საბჭოს წევრები საქართველოში წელიწადში მინიმუმ ერთხელ უნდა ჩამოვიდნენ და წელიწადში საშუალოდ 72 საათი იმუშაონ ჩვენზე. ანუ ვინც დღე და ღამე მუშაობს, ათენებს ღამეებს და თვეში 1000 ლარი აქვს შემოსავალი, მათ ვართმევთ ხელფასის 2% იმისთვის, რომ დავიქირაოთ ადამიანები, ვინც დღეში 12 წუთს იმუშავებს და ხელფასად აიღებს 13,000 ლარს. დღეში რომ 12 წუთს იმუშავებს, მაგ ტიპმა რა ბედნიერი სიბერე უნდა დამიგეგმოს მე. ჩემი 20-25 წუთიანი გადაცემა ეთერში რომ გავიდეს, ამაზე მინიმუმ 20 ადამიანი მუშაობთ ყოველდღიურად 9 საათის განმავლობაში. თქვენ გინდა დამაჯეროთ რომ დღეში 12 წუთს იმუშავებ და უზრუნველი სიბერე მექნება. თუმცა ერთი კაცი ვიცი, რომელიც ნამდვილად ინდოებს რომ უზრუნველი სიბერე ქონდეს. გიორგი მარგველაშვილი. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი სახლს აქირავებს.
სახლი პატარა კოტეჯია, რომელიც მარგველაშვილმა დუშეთში საკუთარი ხელი დააშენა და ახლა Airbnb-ით უცხოელ ტურისტებზე აქირავებს დღეღამეში $80. რომ დაუკვირდე ყოფილ პრეზიდენტებს შორის ეს მაინც ყველაზე კარგად არის. ეს $80 შემთხვევით არაა არჩეული. თუ თითქმის ყველა დღე დაკავებული იქნება ეს კოტეჯი, თითქმის იმდენს აიღებს, რამდენიც პრეზიდენტის ხელფასი იყო. ამგვარად, მარგველა მიპოვა კიდევ ერთი საქმე, სადაც მშვიდად ზედმეტი ენერგიის ხარჯვის გარეშე ექნება ნორმალური შემოსავალი. არ დაიკარგება მოკლედ. ახლა კი რუბრიკა არგონავტების შემდეგ ზღვიდან ასეთი მნიშვნელოვანი სტუმარი არ ვყოლია. ფოთში გიგანტური ავსტრალიური კუ იპოვეს. დელფინარიუმში კუსთვის შესაბამისი ადგილი არ აღმოჩნდა, რის გამოც ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო პარაგრაფში წაიყვანეს. რა უნდა ავსტრალიურ კუს ფოთში რთული სათქმელია. შესაძლოა გიგანტურ არსებებში გაბაზრდა ბიძინასთან კაი პონტიაო და თვითონ მოდიან. ასია თუ ისე ფოთელი გიგანტური კუ უკვე საქართველოს ყველა პრეზიდენტზე უკეთეს პირობებშია. კიდევ ერთი ამბავი ისეთ სასტუმროზე, სადაც ვერც თქვენ და ვერც მე სავარაუდოდ ვერ მოვხვდებით. 2022 წელს ღია კოსმოსში სასტუმრო გაიხსნება. ცხადია, ეს სასტუმრო ძალიან ძვირი ეღირება. ჯერჯერობით უცნობია მართლა გააკეთებენ ამ სასტუმროს თუ უბრალოდ გუბას სანიკიძეს ეღადავებიან. იმ დროისთვის 2022 წლისთვის საქართველოში ერთ წელიწადში რომ ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, იმის გაჟღერებიდან 4 წელი იქნება გასული. კადრების გავრცელებისთვის დაჭერილებს 1 წელი დარჩებათ მოსახდელი თუ ამ თემაზე ასე გადაობას გავაგრძელებ და არაფერს ვიზამთ. და საპენსიო ფონდში 3,5 მილიარდი ლარი იქნება მობილიზებული. აქედან ხელფასში დახარჯული 3,360,000 ლარი და კიდევ მრავალი უბედურება. ახლა კი ჩვენს გადაცემაში იმ რუბრიკის დროა, რომელიც თავის დროზე იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ერთ-ერთი გადაცემა ძალიან მოკლე გამოდიოდა. მაგრამ მოეწონა ხალხს და ხალხის ნება ჩვენთვის არის უპირველესი. და აი დღემდე ვაგრძელებთ. ჩვენი მოფიქრებული ჭორები. შეგახსენებთ, რომ ყველა ჭორი ჩვენი მოფიქრებულია და თუ რომელიმე დაემთხვა, სრულიად შემთხვევითობა იქნება. მე მაინც ვალდებული ვარ ეს თქვა წინას. კი არა მგონია, მაგრამ მაშასე ჭორები. თურმე სოზარ სუბარ საშინელი სიფხიზლე ჰქონია და მაგიტომ ზვავს. რაღაცა სულ დრამა გამოდის ხოლმე ამ კაცს ელაპარაკი. მეორე ჭორი, თურმე ემზარყვიციანს სისხლიანი 9 წელი კოქტეილი გონია. მესამე სიურეალისტური, ერთი სიურეალისტური სულ გვაქვს ხოლმე. კარასინს თურმე ქვის ქუსლები აქვს. კაკუნით დადის. ფეხში შველი რო კაკუნობს. მეოთხე, ეს სულიერებაზეა. არჩილ თალაკვაძე თურმე მოთხრობებს წერს, მაგრამ სულ ლექსი გამოდის. ჭორი ნომერი 5, თამაზ მეჭიაურის მანქანას 2 კაპოტი აქვს, წინ ხინის სუფრებშლის და უკან ჭირის. ეს ჭორი შეიძლება სიმართლე აღმოჩნდეს. შემდეგი. მამუკა ბახტაძე სულ შესუნთქული აქვს. მე როგორც გამოცდილ სუკანს ვიცი რა ეგ. რას ნიშნავს? შემდეგი ჭორი, ირმა ინაშვილმა თურმე ცურვა არ იცის, მაგრამ შეუძლია წყალზე ირბინოს, ოღონდ სიარული ვერა.
გრიგოლ ვაშაძე თურმე ულვაშებს იხსნის და სულ სხვა დეპუტატი ხდება ხოლმე. საერთოდ სხვა ოღონდ დეპუტატია ისიც. ოღონდ ზუსტად რომელი არ ვიცი. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას თვალში ფოტოაპარატი აქვს ჩამონტაჟებული და თვალს რო აპაჭუნებს სურათს იღებს ხოლმე. და ბოლოჭორი ბიძინას კასპაროვისთვის აქვს ჭადრაკი მოგებული, თან საკმაოდ იაფად. დასასრულს კი შეგახსენებთ, რომ დღეს 25 მარტია, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ავტოკეფალია 457 წელს ანტიოქიის ეკლესიისგან მივიღეთ. რუსეთის იმპერიამ კი 1811 წელს გაგვიუქმა. 1917 წლის 25 მარტს კი ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია დაიბრუნა. ილია მეორემ ამ თარიღთან დაკავშირებით განაცხადა: ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ არ იცის რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენ ცხოვრებაში. დიახ, თქვენ უწმინდესობო, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ რუსეთისგან ჩაგრული მცირე ერების ეკლესიებისთვის ავტოკეფალია სასიცოცხლო საკითხია. გილოცავთ ავტოკეფალიის დღეს და გისურვებთ მალე უკრაინისთვისაც მიგველოცოს. რაც შეეხება ქართული სპორტის სიახლეებს, დღეს გასაგები მიზეზების გამო არ გვექნება და საერთოდაც როცა მოვიგებთ, მაშინ გვექნება. დღეისათვის ეს იყო და ეს. შევხვდებით ხვალ სამშაბათ 20 საათსა და 20 წუთზე მესამე პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ მეგობრებო. თითქმის დემოკრატიული, ოდნავ თეოკრატიული, საკმაოდ პერსპექტიული და თითქმის ევროპული ქვეყნის თითქმის ყველა საინტერესო ამბავს ცხოვრების რიტმის განცდის ხურვილის საღამოს. სანამ წაგიღებს სურვილი, რომ რავი იქნებ დღეს ხდება ის, რისთვისაც ღირს, რომ თითქმის ყოველ დილით, როცა ვფიქრობ, რისთვის, ვისთვის, შენთვის თუ სხვისთვის, გახსოვდეს სამშობლოდ, რომელმაც დაამარცხა კორუფცია, თითქმის კრიმინალი, თითქმის სისტემას მოვაწუთებს ითვლის უკვე წლებია და წლები არა წლების მიქრე კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თითოეული დღე ხარჯელი სიტყვა მოკლედ ითქმის საღამოს 8-ას თითქმის ყოველ დღე თითქმის